ყველაფერი მთავრდება და საქართველოში დამთავრდა პრეზიდენტის არჩევნები. დამთავრდა მშვიდობიანად, წყნარად, ქართველმა ამორჩეველმა თავისი არჩევანი გააკეთა და პრეზიდენტის არჩევნების გარდა მონაწილეობა მიიღო რიგ რეფერენდუმებში. ამ რეფერენდუმების შედეგები დიდი ალბათობით ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს და გვინდა ამ რეფერენდუმების შედეგებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნებში მონაწილეების 80%-ზე მეტმა ხმა მისცა იმ პარტიებს, რომელიც საქმით ან სიტყვით მაინც ევროპულ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს. მეორე ის, რომ ქართველმა ამორჩეველმა მეორეჯერ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ის მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხელისუფლების ყველა შტოს მშვიდობიან ცვლილებას არჩევნების გზით და დემოკრატიული ტრადიციების და კანონმდებლობის გათვალისწინებით. მესამე მნიშვნელოვანი შედეგია, რომ ქართველმა ამორჩეველმა კატეგორიული უარი განუცხადა სიძულვილი სენატს და ქუჩაში დაპირისპირებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ჩვენ შევხედავთ იმ პოლიტიკოსების შედეგს, რომელიც ყველაზე რადიკალურები და ყველაზე არაკონსტრუქციულები იყვნენ, ქართველი ამორჩეველის აზრი ამ შედეგებში ძალიან ნათლად აისახა. მეოთხე შედეგი არის ის, რომ არჩევანი ჰქონდა ქართველი პოლიტიკოსების და იმ პოლიტიკოსების შორის, ვისაც რუსეთის გენერალ-გუბერნატორობა სურს. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველმა ამორჩეველმა ზღვარი გაავლო ამ პოლიტიკურ ძალებს შორის და აჩვენა, რომ პრორუსული ძალები საქართველოში არის მარგინალური და არამნიშვნელოვანი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ქართველი ამორჩეველი ქვეყნის ბედს არ ანდობს. კიდევ ერთი კარგი შედეგი არის, რომ 6 თვე მაინც დავისვენებთ ჯავახაძის პატრიოტიზმისგან და ბურჯანაძის მატრიოტიზმისგან. საშუალება გვექნება შევაფასოთ ის პროცესები, რომელიც გასული წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები და ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო მომზადებული და მოუფიქრებული პოზიციით მივიდეთ. გუშინდელმა არჩევნებმა დაამთავრა ის 10 წლიანი პერიოდი, ის 10 წლიანი ეპოქა, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ეპოქას უწოდებენ ზოგიერთი კომენტატორები. მინდა ბატონ პრეზიდენტს მადლობა უთხრა იმ პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც მან დატოვა და რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენ ხალხს, ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ქვეყანას ჩაატაროს ევროპული დონის არჩევნები მშვიდობიანად და წყნარად. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.